Საქსტატის მონაცემებით 2025 წლის პირველ კვარტალში ხელფასი 2170 ლარია. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 11.7%-ით მეტია. ანუ საქსტატი ამბობს, რომ ხელფასი გაიზარდა 2170 ლარამდე. თუმცა ეს რიცხვები ეკონომისტების თქმით რეალობას საერთოდ ვერ ასახავს და სრულად აცნილია იმ მოქალაქეობის მდგომარეობასთან, რომელიც არის ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა. თუ შევხედავთ მაჩვენებლებს, ყველაზე მაღალი ხელფასები ფიქსირდება მაგალითად საფინანსო სექტორში, IT სექტორში, სამეცნიერო სექტორში და სხვაობა ძალიან მკაფიოდ ჩანს დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. მაგალითად, თუ საქსტატის მონაცემებით თბილისში საშუალო ხელფასი 2500 ლარს აღემატება, შიდა ქართლში, რაჭალეთ ჩხუბში, ქვემო სავანეთში ნახევარია ფაქტობრივად საშუალო მაჩვენებელი. ეკონომისტები ამბობენ, რომ საშუალო რიცხვი არ არის რეალური, მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის რეალობაში, რადგან აქ ჯამდება მაგალითად დეპუტატების 10,000 ლარიანი ხელფასი და იმ ადამიანების ხელფასი, რომლებიც თვიდან თვემდე თვით გადარჩენისთვის ცხოვრობენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალურად ქვეყანაში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი 80-90% 800,000 ლარიან ხელფასზე მუშაობს და გაზრდილი ინფლაციის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია ამ თანხით გადარჩენა. არის 3-4 დარგი, საფინანსო სექტორი, IT სექტორი, მათ შორის სახელმწიფო ბიუროკრატიაში დასაქმებული ხალხი, ვისაც აქვთ მაღალი ხელფასი და ეს იწვევს მერე საშუალო ხელფასის ამაღლებას. ჩვენ თუ ნახავთ მაგალითად ისეთ სფეროებს, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, თქვა როგორც არის განათლება, როგორც არის სოფლის მეურნეობა, დაახლოებით 1000 ლარია საშუალო ხელფასი დაშორებულია იმ ხშირ ხელფასთან, რაც ქვეყანაში არის. თუნდაც ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად მინისტრების, პარლამენტარების ხელფასი 10,000 ლარზე მეტია, როცა თქვა იგივე მასწავლებლების ხელფასი ზოგჯერ ხშირად 1000 ლარიც არ არის და ასე შემდეგ და ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩვენებს, რომ მოსახლეობას უმუშევრობასთან და სიღარიბესთან ერთად აწუხებს დაბალი ხელფასები, ეხლა წლიდან წლამდე 100 და 150 ლარით მატება ამ სიტუაციას ვერ ცვლის. იმ დარგებში, სადაც მასიურად 100-1000 ადამიანია დასაქმებული, ხელფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე საშუალო ხელფასი გამოდის. იმ საქონელზე, რასაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 90% ხარჯავს, როგორც არის სურსათი, საწვავი მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები და ასე შემდეგ. შეიძლება ვთქვათ, რომ თითქმის გავარმაგებულია. ბუნებრივია, რომ 2000 ლარის ყიდულებით უნარიანობა ფაქტობრივად უწოლდება 5-6 წლის წინანდელ 1000-1200 ლარის ყიდულებით უნარიანობას. ანუ თავისთავად ინფლაციის გარეშე ამ მაჩვენებლის ასე ვთქვათ ანალიზი არაფერს გვაძლევს. ჩვენი მოქალაქეების თითქმის 50%-ის ხელფასი დაახლოებით 1000 ლარია და მასზე ნაკლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის სიხატაკე და მისი შედეგი არის ის, რომ ქვეყანა იცვლებოდა ხალხი გარბის უცხოეთში. მედიანური ხელფასი და საშუალო ხელფასი ერთმანეთს არ ემთხვევა სტატისტიკურ სამსახურის ანგარიშებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ უნდათ რეალური სურათის ჩვენება და მანიპულაცია თავად ინფორმაციის გამოქვეყნების ასე ვთქვათ თარიღებშიც კი ვლინდება. საქსტატის მონაცემების თანახმად საშუალო ხელფასის მოცულობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით არის 11.7%-ით გაზრდილი. ეკონომისტები თქმით, თუ წინა წლის მონაცემებსაც გადავხედავთ, ეს ზრდის ტემპიც კი არის შენელებული და რიცხვები აჩვენებს, რომ მათ შორის დასაქმების სექტორში, ხელფასების ნაწილშიც უკვე ძალიან მკაფიოდ ჩანს იმ ეკონომიკური კრიზისის შედეგები, რომელშიც ქვეყანა შედის.